შედა. მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დავიწყეთ დრაგისთვის მზადებები და ეხლა ორი სიტყვით გეტყვით, რაც გავაკეთეთ და აქ არ გამოჩენილა. სუპრის ლანჩი მოვაგვარეთ. უბრალოდ ლანჩი გვაქვს, მაგრამ ჯერ როგორი გვაქვს არ ვიცი, იმიტომ რომ ადგილზე ვამოწმებთ წნევებს, რაც თავარია, როგორც ვიყავით ხოლმე მეორე სიჩქარით რო ვიზრებოდით და მესამეს რო ვაძლევდით და მეორე მესამე სიჩქარეში ბუშტი არ ქონდა და ატმოსფერული იყო, ეგ პრობლემა აღარა გვაქვს. ადგილიდან 8 PCI-ით ვიძრებით ამ ეტაპზე და ლანჩზე რო ვდგებით უკვე 8-ს ბერავს ტურბო, 8 PCI-ს ბერავს. შემდეგ უკვე კარგად რო გავივლით, გავიგებთ რა ხდება. მოვამზადებთ, მივალთ მაგ ეტაპამდე. ხო, შემდეგ ქორუ არ გამოდის, ეს ალტოს 850 ცხენიან საბურავზე სუპრაა. იქით ბუბუ სუპრა გამოდის, ტოკი ტურბო აჯერდათ 11 წამიან კლასში. მერე მეორე ბუბუს მანქანა დღეს სასწაულათი არა და ეს ნახევარია, რაც შეუძლია. იქით ზირაკა გამოდის კიდე 10 წამიანებში და ჩემ X-თან არის. ჩემ X-ზე ცოტა კაი დროები აქვს. ზირაკას, მაგრამ რავი, რა იქნება, არავინ არ იცის, დრაგია და ყველაფერი ხდება. ხო, ABP-ს გუნდში კიდე გვყავს მეორე 340 ნუგოსი, რომელიც არის ისიც სინგლი და ძალიან კაი ხოძეა რა. მოკლედ ბიჭები გადატენილები ვართ. 10 წამი RWD-ში გამოვდივარ სუპრით. ყველაზე სწრაფი კლასია უკანა წამყვანებისთვის რა. და შემდეგ უკვე გამოვდივართ 10 წამი კვადროში X3-ით, სადაც არიან ყველაზე ძლიერი, ესე რომ ვთქვა, street legal მანქანები, თუ არ ვიცი, როგორ ითქმება. F90, M5-ები, G80, G82, M3, M4 კვადროები, Mercedes-ები, S63 S-ები და კიდე ძალიან ბევრი რაღაც სუპერკარები და ჰიპერკარები და რაღაცეები და ჩვენ ამ ხელა X-ით უნდა ვიაროთ. 10 წამში გავიარეთ წინა ვიდეოში, ვისაც არ გინახავთ, გადადით და ნახეთ ღამე სიცივეში. აქ კიდე რაღაცა სიურპრიზები გავაკეთეთ და გონია რომ უკეთესად უნდა ვიაროთ რა. X არ ვტესტავ, თავისთვის არის კუთხეში მიყენებული. თავის სათქმელს სიტყვის, პირველ მეორეზე თუ არა ტოპ 8-ში უეჭველი მოხვდები და ძალიან ბევრ კარგ მანქანას გავაგდებ, ვიცი. დანარჩენი უკვე დღეს სუპრაზე სლიკები დავაყენეთ და მოვაგვარებთ ყველა ამ პრობლემებს და ვნახოთ რა იქნება და რა გამოვა. დღეს 30 მაისია მართლა. ხო, ხვალ მე მგონი ცუდი ამინდი იქნება და გვინდა რომ დღესვე მოვჭეთ ამ ყველაფერს. სუპრაზე 0-100-ებს გავივლით თუ 3-5 ჩამოცდება, უკვე ამბიცია გვექნება რომ მალე 10-ს გავტეხოთ. ნახოთ რა დროში ივლის, გონია რომ 3-3-3-4-ში უნდა გაიაროს სუპრა 0-100. და მაგალში არც ისე ქონდა პრობლემა და არც ისე. ამდენ ხანს როგორც დავდიოდით ულანჩოთ, მაგალი სულ ქონდა და დაბალი არ ქონდა, ეხლა დაბალიც გვექნება და იმედია კაი გამოვა. ამ ვიდეოში ალექს რა გვექნება? კვალიფიკაციაც ამ ვიდეოში გვექნება და დაიდება ორში ღამე. ორში ღამე წესით ეს ვიდეო უკვე იდება და დრაგისთვის უკვე მომზადებულები შეხვდებით, ვინ როგორია რა სპოილერი გექნებათ და უეჭველი უყურეთ ამ ვიდეოს, გამოიწერეთ ჩვენი არხი. რავი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, რას ფიქრობთ, ვისზე ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს, ვინ რა დროში გაივლის და ასე შემდეგ.
არ მიდის მაინც. ყლევდება. ეხა D2 დავაჭერა, ბა, ნახოთ. რა პრობლემები ქონდა და რატო ვერ დადიოდა მანქანა, საიდან. მოკლედ, წამოვედით რუსთავიდან, ცოტა იმედგაცრუებულებით, ცოტა მეც ველოდებოდით. თუ დაბალწნევაზე ვიყავით, ფაქტიურად 40% სპირტიც არ გვესხა, მაგრამ უნდა წასულიყო, მაინც დიაში 0-ას მეტი არც სჭირდებოდა. და კოლობს აგვარებს ავტო, მაგრამ ცოტა მაგალთ რო წავედი მექანიკური პრობლემა შემხვდა, რომელიღაც ფარსუნკას ხმა აქვს, სავარაუდოდ აპარებს, ან არ ვიცი რა ჭირს და მეორე პრობლემა ჰაერისნევას ვერ იჭერს რა. 29 PSI გვაქვს დატვირთვა და 20 უბერავს. დრაგის მერე გავაჩერეთ ეს მანქანა და ფაქტიურად მთელი 5 თვე არ დაგვიქოქავს. და ეხა 2 კვირა გავაცოცხლეთ, გავამოძრავეთ, მაგრამ იმდენად ჩქარია 20 PSI-ით, რომ ესე რომ დავდივარ, ხოჩი ვერ ვატყობ რა. რომ დაადგა აბგონზე გადასწრებას ჩვეულებრივ ვაკეთებ, ან ყველაფერს აკეთებს ჩვეულებრივ. ეხავე რომ წახვიდე დაახლოებით 700 ცხენი მაინც აქვს ამ გასულზე. ხო და ლოგში რო უყურებ უკვე და 402-ზე რო დგები, იქ უკვე ძალიან ცუდია რა. მოკლედ მივდივართ მაგ პრობლემების მოსაგვარებლად, ავტო სახლიდან ჩაგვერთვება, ცოტა გვიან, ცოტა რო დაღამდება. ჩავასწორებთ რაღაცეებს და წესით დღესვე მოვაგვარებთ პრობლემას. თუ არა და 2 დღე კიდე გვაქვს დრაგამდე, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ მალე მოვაგვარებთ რაც შეიძლება და 0-100 ჩამოვცდებით 3 და 5. უეჭველი უნდა ჩამოვცდეთ 3 და 5, თორე რავი, მაგრად გამიტყდება რა. მოგეწოდა ხმა? კი. მოიც რატო გიქხვა? რატო? სტონი გრუშტელი გვიგა და ერთი კარები არ იღება. მე გონი მეორე დროსაც თავის კარებიანად გაისვრის სადღაც. მოგესალმებით რუსთავიდან, როგორც გვეგონა რომ წვიმები იქნებოდა, არ არის წვიმები და გადაიშალა ღრუბელის და მზეა. ხო, მოკლედ იცით რომ სუპრას 0-100 ვერ მოვაგვარეთ, სავარაუდოდ გიდრომუფთის ბრალია, სავარაუდოდ კი არა გიდრომუფთის ბრალია, იმიტომ რომ ქონდა სხვა ერთი ესეთი შემთხვევა და გვეგონა რომ ბოლოში მაინც მოვაგვარებთ, მაგრამ ეგ პრობლემა არ მოგვარდა, მაგრამ X-ია ისეთ ხოთზე, X-ია ისეთ ხოთზე, რომ ავი, დავასპოილეროთ ალექს. არა, ხო. მოკლედ 10 წამიან კლასში გამოვდივართ ორივე მანქანით, 10 RWD და 10 კვადრო. 10-3 10-3-7 გქონდა თუ რაღაცა და ეხა დავშალეთ რა. და ვნახოთ რა იქნება კვალიფიკაციაზე. ჩვენ გვინდა ძალიან რომ 10-2-ში მაინც გავიაროთ ლაზერით და წესით უნდა გავიაროთ 10-2-9-ში.
მაგრამ შეიძლება უფრო დაბალიც გამოვიდეს. ნახოთ რა გამოვა დრაგზე. სუპრას 0-100 არა აქვს, 100-200 მიდის, თავის სასიარულოს დადის. სტიკერდებით ნელ-ნელა შევალთ, ხო? მადლობა გეზ მოტორს და ლიქვიმოს ჩვენი გვერდში დგომისთვის. მაგაზე აღარც ვამბობ არაფერს ორივე მანქანაში ლიქვი გვისხია, კერატეკი და სხვა პლუს ასორტიმენტი. რეკორდული მაჩვენებელი იყო, 140 საბორტო ნომერი იყო დაბეჭდილი და 140 გადაცდნენ. 144 კაცი იყო რეგისტრირებული, პლუს ახლა VIP რეგისტრაციაზე ემატებიან კიდე ბიჭები და ამდენი მანქანა დრაგზე კი არა, რუსთავში არ იკრიბება ხოლმე გზაზე საგაზაოდ. და ამ ყველაფერს რატო ვამბობ? ჭირდება წესიერი დრაგის გზა. ამდენი ავტომოყვარული ვართ, ერთ კაცს 10 კაცი მოსდევს საგულშემატკივროდ და 10 ვერ მოსდევს გარკვეული მიზეზების გამო. და ამდენი ვარ და ერთი გზა რა გახდა? ისეთი რომ იყოს წესიერი დრაგის გზა. იმიტომ რომ ბევრი მანქანა ვიცი რომელებიც ძალიან ადრე ატორმუზებენ, რომ ვერ ჩერდებიან. ჩვენ ჯერჯერობით ჩერდებით X-ითაც და სუპრით არ ვიცი. სუპრით 0-100 რო ვიარო, მე მაღალში არ ვიცი როგორ გავჩერდები რა. აი, ეგეც არის ყვა უკვე. დავსტიკერდებით ახლა ბოლომდე და ავალთ და კვალიფიკაციაზე გეტყვით ვინ რა როგორია რა. ეს ვიდეო იქნება კვალიფიკაციის და წესით დღესვე დაიდება უცბად დავამონტაჟებთ რაც შეიძლება და გავუშვებთ დღესვე და ხვალ იმედია ესეთი და უკეთესი ამინდი იქნება დაგვაცდის ყველაფერს. აგერ ინფლუენსერი კაცია. დრაგზე გადმოვიდა, რას ფიქრობ? არა, ერთი ორი დრაგი შეიძლება. რავი, ამდენი მანქანა ძმაო, რავი, ტრასა ხო გვინდა? ო, ტრასა გვინდა, რამე წებო მაგარი რა. ყველამ რო ვიარო. მინდა რო სუპრითია. რავი, რას ფიქრობ? რავი რა. ივლი? მე ივლი კი აბა. 11-ში თუ ჩავედი, ირო გადავაწევ. თუ არა 12-ში. გადავსვირტოთ. დავიდით რა კერა აღარ დაგვასდის მეც არაფერს. კათი და დანარჩენი ზემოთ. გაგვიშვებენ ის მაგია. არა, და სადეცოგეს 1.50 და რა თინა დადის რა ვიცი. სომხეთიდანაც ჩამოგვივიდნენ სტუმრები, Brotherhood გარაჟი, ჩვენ რო ვიყავით ჩასულები. ეს არ ვიცი რა ხოძია, ის F30 წინაზე სუპრაზე ტოპ 8-ში შემხვდა და სასწაულად იძვრებოდა, უბრალოდ მაღლებში ცხენის ხარჯზე ძალიან დავჩაგრე რა. ის არ ვიცი რა დროში დადის, თვითონაც არ იციან, წეღან ვესაუბრე, რამდენიმე რაც კითხე. არ ვიცი თუ რა დროში დადის, იმიტომ რომ გაფუჭებული ყავდა ეხა ავაწყეთო. აი ის თეთრი 340 ვიცი რომ 10-1-10-0-ში დადის. 10 წამიან კლასს. უკან დიდი სლიკები უყენია და წინ ჩვეულებრივი საბურავი, კვადროა. და კიდე არიან აი 240-ით, იქით რო დგას ქვემოთ, G-სერიით, რომელიც ძალიან მომწონს და ავე შეიძლება აზრის დონეზე თავშიც ვიელვებ რომ სუპრა გავყიდო და კვადროის ვიყიდო. ნახოთ არ ვიცი რა იქნება. ის სრულიად სტანდარტიაო. სომხეთში გამოდიან სტაბილურად ბიჭები დრაგზე, იციან რა როგორ რანაირად დაძვრები ყველაფერი. ახალბედები არ არიან, გამოცდილი ბიჭები არიან. არიან X3-ით ჩამოსულები, რომელიც არის M40 და ვინც ვერ არჩევთ ხოლმე რა, აი X3-ს, M-ს და M40 გვერდ რო დგას. ნუ შიტოქშია ძალიან დიდი სხვაობა. ნახე, ამას ჟალუზები უდგას დაბლა და იღება და იკეტება, მაღლა ჟალუზები უდგას აქ და ეს იკეტება რაღაცაზე. იმას საერთოდ ჟალუზი რა არის, არ იცის. ასევე ტუმანიკები აქვს, იმას ტუმანიკები არა აქვს და ცოტა მოკლია რა. და თან ყველაფრის მიუხედავად ეს არის M40 ვერსია, ნახევრადემია. B58 დგას ამაშიც და თლათ უბრალო 2-0-ები ხო შესახედაობით ძალიან
ძალიან დიდი სხვაობაა რა. ამაშიც კი სხვაობაა, ეხლა გვერდი-გვერდ რო არ იდგეს, შეიძლება ბევრმა ვერ გაარჩიოს. წამოალექს უკან. დისკები, ტორმუზები, ემის დგას ოღონდ დახვრეტილი არ არის და ცოტა პატარებია. ბიჭებს უკან რესტის ფარები დაუყენებია და ძალიან უხდება, მეც მინდა რესტის ფარები. გამსვლელი, ძოთკუთხედი გამსვლელი აქვს და შიტოკიც ისეთი აქვს რა, აი ნახევრად ემი. ნუ იმას 4 გამსვლელი აქვს, ამას 2 გამსვლელი აქვს და არის რაღაც პატარ-პატარა სხვაობები რა. მაგრამ უკნიდან ამის ტოპები იმდენად ლამაზია, რომ ჩემი მანქანა დაჭრდილა. X3 M40-იც ძალიან კაი ტიპია, მევასება. პოტენციალი აქვს, ხო, კარგი. პოტენციალი იგივე აქვს. B58-ია რა. ჩათვალე რომ რაც Supra შეუძლია, იგივე X3 M40 შეუძლია, მაგრამ სხვაობა ის არის, რომ stage 2 სპირტზე, ჩვენ გვაქვს 700 სიცხენი საბურავზე და ამ მანქანას stage 2 E50-ზე იგივე სპირტზე, რაც იმას შევაზავთ, ამაში რო გავაზავოთ, ეკნება 470 ცხენის ძალა საბურავზე. ან ცოტა ნაკლები და მაგაში უკვე დიდი სხვაობა 230 ცხენით მეტი ამოდის საბურავზე ემის ძრავიდან იმ ძრავზე ორივეში სტანდარტულზე, აი გაპიკული stage 2 რო ჩაწერო რა. ხო, კიდე ყველაზე დიდი მინუსი. წინა ხიდი არ ითიშება ფნობკაზე. ეგა ყველაზე დიდი მინუსი და ემის ხიდები არ აქვს რა. ნუ სხვაობები მაინც არის, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალი აწყობის თითქმის იგივეა, ეგ სხვაობები აქვს. დანარჩენი რავი, საოჯახოდ იდეალური მანქანაა, ემი თუ არ გინდა და გრუხუნით სიარული, M40 ძალიან მაგარია. აქეთ ჩემი Supra, Tokos Supra, წამ გავიაროთ თან, გავატაროთ. ჩემი Supra, არ ვიცი, რა სიulis არ ვიცი, Tokos Supra დადის 11-6-ში დადის Tokos Supra და 11-იან უკანა წამყვანებში გამოდის. რავი, ივლის რა. ნიჩეო ივლის გამოცდილებას მაინც მიიღებს, რომ შემდეგი დრაგისთვის მაგარი მზად იყოს. წამო დავეშვათ კიდე ქვემოთ ბიჭები. ბუბუ და ბიჭები არ მოსულან და არ ვიცი სად არიან. ქვემოთ ბიჭები ტესტ-დრანებს აკეთებენ. აი იქით სომხებს ის წავთ, CS F82 წავთ ჩამოყვანილი და ძალიან ლამაზი ფერია, ლურჯია. ერთი M340 გამოდის, წამოუყუროთ რა. მაგრამ მაინტერესებს როგორ დაიწყება. გავლოგავ და გავივიდი რა. მერე გადასაწერი დრო მექნება, ეგ აი ესე გავიარო. თან ძალიან დააჭირა მე და კარგად გავივიდი. ტრაქტორს დავაჯდები და ხო, ცუდი ამბავი ვთქვა, 10 წამიანი კლასი არ შეიკრა, არ ვიცი ჩემი პარამენად ისმის და გაზიდან ფეხი უნდა ავიღო ხოლმე რომ 11 წამში ვიარო. რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ სხვა გზა არ არის. დარეგისტრირებული მანქანით სახში ხარ გავვრუნდები და ხარ. აი.
მოკლედ ეხა ჩავხედე და ჯერ ორი გარბენი გიწერია 9-4 და 9-3. Короче, პირველი ორ გარბენზე კოლოპმა მეორედან მეოთხეში გადართო და მესამე ვაფშე გამომიტოვა და ეგრე დავაფინიშე პირველი ორი გარბენი და მესამე გარბენი რაც გავაკეთე ჯერ მე მგონი დრო არა და არ არის ჯერ ხო და საკაიფოდ გადართო ყველაფერი და ფინიშიც ბოლომდე შევედი დანარჩენ გარბენებზე 9-1 ველოდები. ბიჭო 9-2 ველოდები სიმართლე გითხრა რა. დაია. მესამე გარბენი. X-ით ჩვენ პირველი არ გაგვიულია გაზი და გაუშვი რომ მაპის ჩართვა დამავიწყდა. მეორე ვიარე 10-3-9 და მესამე 10-3-6 ვიარე. და ეხა ნახე მე რა მიფუჭებს ქარი როა იქიდან იქით 100-200-0-3-ით გამიფუჭდა. ხო და იქედან აქეთ როა ხო 0-3-ით გამიფუჭდა. მე გუშინ წინ 3-6-7 რავი 10 ზაიზდები არიან და იქედან ქარ მაკეთ რო დაარტყა შუშები ხო პლასმასი ხო. ერთი შუშა დამაძრო მაგ ქარი ბრალია იდეაში თორემ მე ხო ძალიან ბევრი ვიარე და არ დამძრალა და ქარი ძალიან არის იქედან აქეთ რო ქარია ჯიპზე თან და ეხა სუდი რა მოხდა სუპრის კლასი აღარ არის 11-ში უნდა ავიდე კვადროებში კი კვადროებში არა დროს არ დავწერ და 11 წამში ავდივარ კვადროში რა მინდა რავი რაღაცა იქნება რა გასწრებით არავის არ გავასწრებინებ დღეს დღეს მოთელ ვახტება მხოლოდ რა ყველა მაგარდროებს ავწერთ რა ყვალიდან იქნება პიზდეცი მაქსიმალური ბუსტი რაც გვაქვს და შეგვიძლია ჩაუბეროთ ყველაფერს გამოვიყენოთ დაბო აი ესე უნდა წავიდე კარგად წავიდა მანქანა წავიდა ძალიან და ტრიბუნიდან რა დროებში არ და მეორე შუპრაზე რაკენი რომ მოგვიყვა ცოტა 10-3-ში ვიარე X3-ით აქ დრაგით 10-3-6 მქონდა მაგრამ ლაზერმა რატომღაც 10-3-9 დათვალა ნუ ქარის ფაქტორიც უნდა ქარის ფაქტორიც არის იმიტომ რომ აქედან რომ ან ბანზე უკუღმა რომ დავდგე გავივლი 10-2-ში ესევე X3-ით ჯიპზე ჯიპს სახეს აძლობს მოკლედ წამოვედით რუსთავიდან ძალიან ბევრი ხალხი დარჩა, ბევრი კვალიფიკაცია იყო და ყველაფერი ვერ გადავიღეთ. ჯერ ჩვენ თავზე ვილაპარაკოთ, X3 ანუ 10-3-ში გაიარა ტრეკზე ლაზერით, 10-3-6 მქონდა დრაგით და 10-3-9 ლაზერით. ბანის გარეთ 10-3-0-შიც გავიარე და დაჟე ტორმუზით გავიარე. სუპრაზე ნახავდით გარბენებს
თავიდან რაღაც პრობლემა ქონდა სუპრას და ის პრობლემა რომ მოვაგვარე ძალიან ბევრი ჩაბერა, მე თურმე ძალიან ბევრი ჰაერი გამდიოდა და ისე მქონდა დანასტროიკებული და ამ ჰაერის გასვლის პრობლემები რომ მოვაგვარე, ოვერბუსტებზე გავიდა და დაუწიე მე წნევას. მეორე მეოთხე სიჩქარეში კიდე ოვერბუსტზე გავიდა, მე კიდე დაუწიეთ წნევას და ბოლო გარბენი გავიარეთ 11:04-ში დრაგით და გაზზე გავუშვი ფეხი, იმიტომ რომ მეშინოდა არ შემომწყდომოდა. ხო, ზოგადად სუპრაზე რა მოხდა. დავრეგისტრირდი 10 ერვედეში, მინდოდა 10 წამიან კლასში სიარული, იმიტომ რომ ეგ მანქანა დადის 10 წამში. როცა სრულ ცხენის ძალაზეა, 10 წამიანი ერვედი არ იკვრებოდა და გადაგიყვან თუ 10 წამიან კვადროებშიო. 10 წამიან კვადროში გამოვდივარ უკვე მანქანით და 10 წამიან კვადროში ორი მანქანით ვერ გამოვიდოდი, უფლება არ მაქვს. მაშინ ჩემი ფული უნდა ამეღო და აღარ გამოსულიყავი და მოვიფიქრე ესეთი რამე რომ დავწიე ცხენი, ოღონდ რამდენი დავწიე და რაღაცა არ ვიცი, კარგად დავწიე ცხენი და ავედი 11 წამში. 11 წამში ისე ავედი რომ ვერს გავსინჯავ ფიზიკურად. აი რაღაც X დროში უნდა ვიარო, აი 11:05-ში დავდივარ. აი რაღაც ისეთი მაპი მაქვს და თან დრაგზე ის არის რომ ვერს გადავაწერ გარბენიდან გარბენ შუა რაღაც ცოტა მეტი მოვამატო და ის ესე ადვილათაც არ არის რა. 1-5 წუთიანი მაქვს, ერთხელ შემიძლია ეგ გავაკეთო. ამიტომ, რავი, რამე უნდა მოვიფიქრო რა, თუ ძალიან გავასწრებ, ცოტა გას უნდა გაუშვა ალბათ. რავი, არ ვიცი, რა იქნება, როგორ იქნება, რავი, ჩემს სასიარულოს ვიული მოკლედ რა. X-მა ძალიან გამახარა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე კაი დრო ბევრს აქვს, F90-ებს აქვს ჩემზე კაი დროები. კიდე არ ვიცი, რაღაც სხვა მანქანებსაც აქვს ჩემზე კაი დროები. X-ი დადის 10-3-ში და ყველაზე სწრაფი SUV ვარ დღესაც. ტრეკზე დაფიქსირებული დროით და შემიძლია ეხლა დრაგზეც ავტვირთო დრო და იმ ავტვირთული დროითაც ყველაზე ჩქარი ვიქნები. უბრალოდ დრაგებმა ჩაიაროს და მე ისე ავტვირთავ და ისე დროს ავტვირთავ, რომ ცოტა ხანი ბიჭებმა იწვალო. რა, ეხლა შემიძლია ავტვირთვა ისეთიც, რომ ეხლა რომ ცოტაზე რო იწვალონ, კიდე მომიხსნიან და მე ბარემ ისეც ავტვირთავ, რომ ცოტა კარგად ვაწვალოთ ესე რო ვთქვათ და ცოტა ბევრი ღამე გაათენონ იმათაც, იმიტომ რომ სახეზე მეტყობა, რომელი საათია, 7:09-ია და ჯერ საჭმელი არ მაქვს ნაჭამი. აი, ისე ვარ უკვე რა. X-ის მდგომარეობას ხედავთ, შეგვიძლია რომ ნოხები ამოვიღოთ, აბიუკები დავშალოთ, უკან საბარგული ქონდათ ბიჭებს დაშლი, ჩვენ ეგეც არ გვაქვს დაშლი და მაგის დაშლას შეგვიძლია. და რავი, თუ არ დამეზარა დავშლი რა. უბრალოდ მე დრაგის მე აწყობა მეზარება. ამით გემშვიდობებით ხვალამდე, რა თქმა უნდა, ჩვენი სპონსორია Liquimoli და Gez Motors-ი, კუმოს საბურავებმა რომ გაამართლა, ამაზე რავი, ლაპარაკიც აღარ უნდა. მოდი ერთდროვან ვაჩვენოთ, რომ დავასპოილეროთ და მე მთლად ყველაზე მაგარი დრო არ ვაჩვენოთ. აი ეს დრო ვაჩვენოთ. ზუმაო 278 130 100 508 402 130, მაგრამ ნახე გაზფეხი გავუშვი და დავატორმოზე. ეხლა თქვენ გამოთვალეთ ეს დრო რამდენი იქნებოდა. თან ნახევრად დაშლილი მანქანაზე. ველოდებით ყველას. ბიჭო, ხო და ნახე, ხვალ გელოდებით რაგზე და არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ მაგრა ვწვალობთ რა. აი, იცი როგორ ვწვალობთ? ალექსა ხო მაგრა ვწვალობს. დღეს მიღებს, ეხლა მთელი ღამე უნდა ამონტაჟოს, მერე დადოს. იმ კონჩი რომ თქვენ ნახოთ, რომ მე იქ ვიყავი და ვნახე უკვე რაც იყო და როგორც იყო. ლაივები ქონდათ ბიჭებს ჩართული, მაგრამ დროები არ იყო და ხო, დროების ლინკს ჩავსვა აღწერაში კიდე. და შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეხვიდეთ, თქვენი ახლობელი, თქვენი ნათესავი, ან უბრალოდ ვისაც გულშემატკივრობთ, ეგ გამოიყენოთ და ჩახედოთ. სანამ წამოვიდოდი, ყველაზე კაი დრო ქონდა მეორე ბუბუს 9:03 დაწერილი და ისიც ვიცი, ეხლა ჭამა ბოქში წავიდა და 8:09 დაწერს რა. კარგად, ხვალამდე და ხვალ გელოდებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე.